მოგესალმებით გურამი ჩვენთან ერთად არის. გამარჯობა. კარგად, შედარებით. ადევნებდით თვალყურს ტელევიზიით მოვლენებს. როგორია? რა ანალიზი შეგიძლია გააკეთო? სახლიდან ტელევიზორში რო უყურებ, როგორ ჩანს ეს ყველაფერი? ჯო როგორი რაღაც არის, იცი, აი ყველაზე კარგად დავარქმევდი, აი პირიქით აბაბში რაც ხდება ჭარბი რეალობა რა, იმიტომ რომ მოგონილია ყველაფერი, მოგონილია ის საკითხი, რომ რაღაცა ბიზნესებს რო ამონათებენ ეს ბოიკოტი, ეს გაფიცვის რაღაც ვინ არის გასპასიანი იწყებს მუშაობას? ვინ არა, მე სხვა რამეს თვითონ სასაცილო არის, იცი, გაფიცვის კონცეფტი საერთოდ სხვა საკითხიდან მოდის, ანუ ჩვეულებრივი რაღაცა მარქსისტული მიდგომა. ყოფილი მემარცხენე ლაპარაკობს. სადაც ეს იწყება პროლეტარიატიდან, რომ ესე იგი მეწარმეები, მსხვილი დამსაქმებლები, რომლებიც ექსპლუატირებას უწევდნენ ადამიანებს და მათ არ ქონდათ უფლებები, მათ მოიპოვეს კაპიტალი. კაპიტალი პოსტინდუსტრიულ პერიოდში გადადის, აი იმაში რა ქვია, ნათლი მამა რო არ ვინმე ხო? რაღაცა პროპკავშირები ისინი. ამ გაფიცვას ვაფშე სხვა აქ გაფიცვის მხარეს ასევე დგანან რაღაცა თემა ჭონია და ისეთი ბანკები, რომლებიც იყვნენ ისეთი მევახშეები, რომ ეფექტური 59% და საერთოდ არანაირი სოციალურად პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს იდეა და სოციალური პაკეტი, აი სომალიში რო ფულსი შოვი დაჩქარებულად და ახლობით მაგ კალიბრის ანუ ეს არის როგორი რაღაცა ისიც ან ბელორუსში სუროგატი და ოღონდ არციფიცებიან გური სადიბიცებიან ლანჩზე გამოდიან და დგანან ის თქვა რა ქვია თემურ ჭყონიანმა თქვენ გაიფიცეთ თუ რაღაცა ჩვენ მე არ გავიფიცე მე მაგუს გავაგზავნე მე 1+1 აქცია ჭირდებაო და ვინმე დიხამინჯია ესეთი აქტივისტი ქალია დახვდა მამუკა მდინარაძეს დახვდა რა მეზობელი აღმოჩნდა არ შეიძლება ხახო მეზობელი არის ხშირად ნათესავზე და მეგობარზე ახლო ადამიანი მეზობლები და მეზობლობა თბილისში განსაკუთრებით იყო კულტი და მე მეზობლებთან გავიზარდე და მეზობლის ბავშვები ჩვენთან გაიზარდნენ საჭმელს ვიყოფდით წიგნებს ერთმანეთს ვათხოვებდით ფეხბურთს ერთად უყურებდნენ ხო და არ შეიძლება ისაც მოხდა მაგრამ ამათ ყველა ზღვარი გადაკვეთეს და ნუ დახვდა ახლა ეს ქალი აქტივისტი ქალი მამუკა დინარაძეს და დაუწყო დამუნათება სახში მოდიოდა ხო მოდი ახლა გავუშვათ რამოდენიმე ნაწყვეტი და ვნახოთ რა არა ჩვენ გავუშვათ მსახურებით მე ვემსახურები თქვენ დაუნებურად შეიძლება არის მე ვემსახურები და ადამიანებს რო ვერჩული იქ რო დგავართ 200,000 ადამიანი და უარ თქვენია არ ვიდექი აი ვეთი არ გინახია ფაშისტებს ნუ ემსახურები მე ვემსახურები კი ფაშისტებს ემსახურები თქვენ ხართ მე ჩემს სამშობლოს ემსახურები და თქვენ ხართ მოღალატე ნახე ეს რუსული თემა თქვენ ხართ მოღალატე ამ ქვეყანას ღალატო თქვენ გავაჩერე რუსეთი რუსეთს კიდე ერთხელ ვიმეორებ არ მინდა ბიზნეს ეს ხელისუფლება თხილად ეპყრობა. ნუ სარგებლობს ბიზნესი ამით. დიხამინჯიას მივასწავლი რამოდენიმე ბიზნესმენის სახლს, რომელიც ძალიან დიდ ფულს შოულობს რუსეთში, ოღონდ ეს კარგია, ოღონდ არის ვითომ რუსეთის წინა. ვინმე დიხამინჯიას საერთოდ არ ადარდებს ამ შემთხვევაში რუსეთი. ნებისმიერ ტიპის მსგავსი შემთხვევა, რომელიც ჩვენ აქამდე ვნახეთ და შეიძლება რომ მომავალში ვნახოთ, იწყება ერთი და იგივე დრამატურგიით. ოპოზიციური არხები იწყებენ გაშქვას, რომ რიგითი მოქალაქე შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენელს თუ მის ცნობად მხარდამჭერს და მან თავისი სამოქალაქო ვალი მოიხადა, იმიტომ რომ აღშფოთდა მის წინაშე და ვერ შეიკავა თავი იმისგან, რომ ეთქვა რეალურად მასზე რასაც ფიქრობს. უბრალოდ ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური რაღაცა რა. შენ ვიღაცასთან თუ ისეთი სათქმელი გაქვს აი დანახვაზე ეგრევე ენთები და ლამს აფექტურ მდგომარეობაში მიდიხარ, რომ პირში უნდა მიახალო სიმართლე რომ მაგას ქვია მოქმედება პრესტრეთში. უყურე. ბიჭო, მაგისგან კონტენტის შექმნას არ დაიწყე. არა, რა თქმა უნდა. შენ თუ ვიღაცასთან გაქვს რა ტელეფონის შენ გაძრობას არ დაიწყე. შენ თუ წინ გიდგას რაღაცა ქვეყნის მოღალატე და გამყიდველი და ვიღაცა ძმაკაცის მკვლელი და ასე შემდეგ. ბიჭო, შენ ჯერ ტელეფონს არ იღებ
გადაღებას არ აჭერ და მხოლოდ მე არ იწყებ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ შექმნა კონტენტი. ეს ყველაფერი ემსახურება დამთავრდა. ეს ყველაფერი ემსახურება კონტენტის შექმნას. ეს ყველაფერი ემსახურება კონტენტის შექმნას, როგორც ნებისმიერი აქტივისტი, რომელიც ქულის აქციაზე გამოდის და განსაკუთრებულად აქტივობს. რეალურად ხო ანუ ერთ-ერთი საფუძველი არის კონტენტი. იმიტომ რომ ეს არის დაკვეთა, რომელზეც აუცილებელია შენ ქონდეს ანგარიშ ფაქტურა, რა ხა მე შენ დაკვეთა შევასრულე, ახლა შენ ვიდეო. და მაგის კარგი მაგალითი არის დღეს რენდ პოლმა რო განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ამერიკის, რომ 5 მილიონი დოლარი გადაუხადა ამერიკის სახელმწიფო ხაზინიდან უკრაინელ ინფლუენსერებს. ერთი ამბავია მაგაზე უთხრათ ვინ არის ინფლუენსერი? ეს არიან ძირითადად გოგონები, რომლებიც რაღაც ინსტაგრამზე პროდუქტებს ასე ვთქვათ ასაპორტებენ და არეკლამენ. ხო, ანუ იგივე ის არა, ანუ ეს ქალბატონი, რომელსაც იმ ვიდეოში ძალიან გაუკვირდა, რომ მე ვარ ენჯეოშნიკი, არ ვარო. მარიამ ლაშს კითხეო, მე ვინ ვარ? მის როს მარიამ ლაშხას დაადასტურა ენჯეოშნიკი ეკაცო. ისაც ენჯეოშნიკია. ანუ აბა ვინ არის? ეს ადამიანები ამას აკეთებენ ძალიან კონკრეტული მერკანტილური მიზნისთვის, იმისთვის, რომ ამდენ წლის განმავლობაში ამ ენჯეომა ესენდისთვისაც ყვებეს, იმის უკან ხარჯვა მიაწოდონ და რეალურად ამათი ხარჯვა არის ეს. რაღაცა მარშიან ამ კონტენტს ამზადებენ და შემდეგ აწვდიან იმას რომ ამ თქვენ დავალება შესრულებულია. კიდევ უფრო სხვანაირად არის რომ შექმნეს ილუზია რომ ეს არის გაბრაზებული მოქალაქის ხმა. პროპაგანდისტები ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილების მიმღებები ქუჩაში ვერ უნდა დადიოდნენ შვიდად და ჩვენ უნდა შევაწუხოთ, მაგრამ რო წამოვყვეთ არც ნინო წილოსანიდან დაწყებული ბექაოდიშარია ვისაც კი ვინმე კამერით მიუვარდა, ყველა არის როგორი ნაცაქტივისტი, იცი? on რამე რადიკალური ოპოზიცია, მთლიანი ოპოზიცია კი არა. იმინოი ნაცაქტივისტი და შენიც აღმოჩნდა საკრებულოს წევრი ზუგდიდში, ხო ნაცები? და გადაიღო ფორმულა ჟურნალისტმა. მაგას ვამბობ, რომ იმინოი ნაცები არიან, რამე ის კი არა და ისეთი ნაცები, აი. არა, დავალება. აი ისეთი რა. საველე სამუშაოებზე გასული. კალიმინაცები. საველე სამუშაოებზე გასული. კითხვა. დღეს რაღაცები ბიჟუტურა იმ შტერმა ქალმა, ბაბაიაგამ და კიდევ ერთი კითხვა რა. კუჩი უნდა მოვყიდოთ ხელი, მოგვიწევს თუ დატოვებს 29-ში. ეგ ძალიან საინტერესო კითხვა. შენ როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ბოლო ინფორმაცია იყო, რომ ვიღაცები ეუბნებიან, რომ თავი არ წაიქციო და გამოდიო, მაგრამ ეხლა რომ გავიგე, რაც თქვა, ხო, სიგიჟეები ლაპარაკა, ხო? და ვიღაცებმა შესთავაზეს, რომ აქ მორიგეობას გავაჩაღებთო, შეიძლება მოგვიწევს ცირკის ყურება. დღეს ხواشოს არ მინახავს, რა თქმა უნდა, გუშინდელი კომენტარები ვნახე, გუშინდელი კომენტარები ძალიან საგრძნობლად შეშინებული ადამიანის კომენტარები იყო. რიპიკის შემდეგ, კი ბატონო. გუშინ რომ მაგას უსმინე მეგერ რატო ხო თქვა რომ ვერ დამიჭერენ მაგით მაშინებენ ამ ბიზნესმენს შესთავაზა რომ მოდი და შემხვდი და ხო აი ეს გამოიქცა ხო მაგრამ არჩევნები რომ დავნიშნოთ მაგაზე არა აცდენილია ვაფშე აქ არა გუშინ ეთყობოდა სალომეს რომ უკან დამხევი არის კარგი ფსიქიატრი რო გაუგზავნოთ უბრალოდ მე დღეს არ მომისმენია რა ელაპარაკა მაგით ვაკეთებ კომენტარს თუმცა თუ გვაქვს რამე გავუყურებ არა ჩვენ გვაქვს შეთავაზებები ბევრი რომლებიც ეუბნებიან რომ აი მოვალთ დავждებით ალამუთის ციხეს გავიგებთ ორბელიანისგანო და ალამუთის ციხეს არ აქვს კარგი ისტორია და გამოცდილება ანუ წარმატების ისტორია წარმატებული ნარატივი არ არის ნაცების მიერ ოფისში გამაგრება და ადამიანის გადარჩენა ხო ერთხელ უკვე იყო და ბევრად დიდი ხანი იკადნებოდნენ რომ ვერ დაგვიჭერთ. საბოლოოდ მაინც სალომეს გასვლა არ გასვლის საკითხი არის იქამდე რა დავალებას მიცემენ. დარჩი და არიე და სურათი შექმენი რო აი პრეზიდენტს ძალის მიერი მეთოდებით აგდებენ. ისე სალომე რო ძალით გამოგდნენ თემა იქნება. ანუ იმენა სადეხა მელიას საყვანა და სად სალომე. რომელსაც ჩემით გამოვდივარ. სალომეს საყვანა თემა. მიცვალებული ადგა მეგობრებო დავით გამყრელიძის. მაგას უყურებდი და დავით გამყრელიძის მეხუთე სინქრონი გავუშვა. ვინ დავით გამყრელიძის მემარჯვენეების მეწარმე ლიდერი ის? ახალი მემარჯვენე. ჩემი ინფორმაციით უკვე თებერვალში ამერიკაში მიღებული იქნება მეგობარი აქტი და სავარაუდოდ ალბათ გაერთიანდება ორივე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არის კონგრესში და სენატში და თებერვალში კანონის ძალას შეიძენს ის ყველაფერი, რაც ეხლა პროექტშია, რომელიც გულისხმობს ძალიან მძიმე სანქციებს ივანიშვილიდან დაწყებული ყველა ხელმძღვანელი პირის მიმართ
უკვე იცით და ალბათ მაყურებელმაც იცის, რომ მთელი რიგი ევროპული ქვეყნებიდან შეჩერებულია დაფინანსება. საიდან იცის დათო გამყრელიძემ 20 თებერვალს რა მოხდა? და რა დაფინანსება შეჩერებული და რა დაფინანსება შეჩერდება. რას გვაძლევდა ფულს, რამდენს გვაძლევდა ამერიკა? ალბათ ფრენებს აგზავნას პირდაპირ, ხო და უიზოს გააუქმეს დათო ამერიკაში. გამყრელიძე იყო იმდენად ლუზერი პოლიტიკოსი, რომ მიშას დროს ბარიერს ვერ ლახავდა. რა თქმა უნდა. უბან, ნუ კიდე მე არ შემიძლია მე ასე და არ მოყვე ისტორია, რომ ჩემ უბანში ამის წარმომადგენლები მოდიოდნენ და კარდაკარც ცდილობდნენ რომ დაერიგებინათ მაკარონი ეს მე მაგარია, ვაუ, მაკარონის დარიგება, გაჩერა მაკარონი, რუსული მაკარონი ხო არის? ვიცი რა მახსოვს. დავით გამყრელიძე, რა თქმა უნდა, ამოიღეს კარადიდან ნაფტალინი ჩამოფერთხეს და დააყენეს და ნიშადური ასუნთქეს და დეფიბრილატორი მიაჭირეს და დავაი გადიეკა და ცხარი გამოაბეს ფეხზე და რა თქმა უნდა კომიკურია ახლა. მოდი მე მაინც ვიტყვი რომ დათო გამყრელიძე ჯერ კიდევ არის იმ ჩვენი ყველაზე ამ პროცესებში შალვა მე მაინც რა მეჩვენება ის ყველაზე ტრაგიკული ჩვენი 90-იანების ლიბერალური ეს ფსევდოლიბერალური თუ კვაზილიბერალური პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტა ეს ახსენებთ ხოლმე ფუკუიამას და ლიბერალური დემოკრატიის დასასრულს რომელიც სტარი ტერმინია და მსოფლიომ 900-ში გადაიაზრა უკვე ეხლა ისეთი პროცესები მიმდინარეობს მე ხარ რაც სახში ვიჯექი განსაკუთრებით ვადევნებთ ამას თვალს ესე იგი თებერვალში რა მოხდება აი მეგობარ აქცე რომ გაამახვილო ყურადღება დებილი უნდა იყოს იმიტომ რომ სამყარო ისე იცვლება თვალსა და ხელს შორის და არის დაჩქარებული პროცესები მართლა ხო არის ზედმეტად დაჩქარებული სხვა შორის სოციოლოგები რას განსხვავებენ რომ ჩვენ ვართ ყველაზე ცვალებადი სამყაროს შვილები ანუ რას გულისხმობ არა რას გულისხმობ რა რომ ადრე ბავშვი რო იბადებოდა სიტყვაზე ხედავდა ფაეტონს და სიკვდილის წინაც ფაეტონს ხედავდა მე-20 საუკუნეში თქვა შეიძლება დაინახა ფაეტონი და რო გარდაიცვალა დაინახა ხომალდი და რაღაცა და ეხლა შენ ხვდები ორ დღეში რო ის ინფორმაცია იქნება მანაც ორ დღეში რო ის ინფორმაცია იქნება რაც მანამდე არსებული ყველაფერი ერთად ეხლა როგორ იცვლება ყველაფერი და ნეთანიაჰუს кейსი რა არის? პოლონეთში ჩადიოდა. რა თქმა უნდა, პოლონეთის საკითხი რა არის? ესპანეთის და ამერიკის საკითხი რა არის? ამერიკა სანქციებს უპირებს ესპანეთს. აქეთ ანუ სხვა რაღაც პოლონეთზე თქვა რა ხდება? პოლონეთში არის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა აღნიშვნის დღე და პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა რომ თუ ისრაელის პრეზიდენტი ჰოლოკოსტის აღნიშვნის დღეს ჩამოვა ჰააგის ტრიბუნალის განაჩენის გამო მას დააპატიმრებენ. ძალიან კარგია, აი პოლონელებს ყოველთვის უყვარდათ ეს ხალხი და გამოჩნდა კიდევაც, კი ბატონო. ეხლა მეორე, მე გეტყვი თებერვალში რა მოხდება ხალხო. გერმანიაში იქნება დიდი ამბავი და გაურკვევლობა, იმიტომ რომ არჩევნებზე შულცს გააგდებენ და არჩევნებზე დიდი ალბათობით ყველაზე მეტს აიღებს ADF-ი. ნუ ილონ მასკის ირიბი მხარდაჭერა აქვს AFD-ს. პირდაპირ თქვა რომ ჩემ მხარდაჭერაა. პირდაპირ, მაგრამ მან ილონ მასკი ძალიან სერიოზული კაცია, მაგრამ მან რას აქვს მნიშვნელობა? მე რა რომ თქვა ადმინისტრაცია შეიცვალა. მან მნიშვნელობა აქვს რომ ის გერმანია რეალურად მაინც დიპსტეიტის გავლენის ქვეშ არის. და შეიძლება გერმანიაში ობიექტური პრობლემებია, იმიტომ კი არა რომ ილონ მასკი AFD ძალიან უჭირს მოგება, თორე რეალურად ყველაზე მეთხმას აიღებს. მოგება არა. ყველაზე მეთხმას კი არა, სამართლიანი არჩევნები რო იყოს. AFD მედია რო ქონდეს. მედია რო ქონდეს. კაი, ეს ერთი. მაკრონის ბედს ვერ ხედავ, მაკრონს ვერ ხედავ მალე, იმიტომ რომ მაკრონს პრობლემები აქვს სერიოზული, ეს ორი, ომი დიდი ალბათობით ალბათ რაღაცნაირად დასრულდება, თუ ომი დასრულდა, ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს და ხელს ჩამოართმევენ და შეთანხმდებიან ნატოს თემაზე. რა თქმა უნდა. და ტრამპს აქვს ნათქვამი რომ თუ გინდა უსაფრთხოება, ხო აი ამ ეს დამშრომლობა. ახალი შეთანხმება დაიდება, რომ სად ვერ მე ყოველთვის ვამბობდი ხოლმე. შენ გახსოვს ჩვენთან 2000 ომის დაწყებამდე რა. ყოველთვის
მოგონილი NGO-ები რომ დადიოდნენ და ეძებდნენ რუსული რბილი ძალა. არა, უბრალოდ არ ეხებოდა საქართველოს რუსები. იმიტომ რომ არა, თუ არსებობს Russia Today, არა, Russia Today, რომელმაც მართლა შეცვალა ევროპაში განწყობები. და დედა უტირა ისეთ საკითხებს, არ ვიცი, და far right მოძრაობები, რომელმაც ევროპის ის რა ქვია, establishment-ი მთლიანად ამოატრიალეს რა და ჩვენთან რომ რამეს დომოდა სხვანაირად იზა. ანუ არავით არის საერთო ხე ერთ სპუტნიკ იმას არ შეიძლება. დავასრულე. ახალი ხო პროგნოზებს. დავიწყოთ იქიდან, ესე იგი, დავიწყოთ გავაგრძელოთ, ხო? მოხდება ეს ამბავი. საფრანგეთს აქვს ძალიან დიდი პრობლემები კოლონიებში არის პრობლემები. კოლონიებში. საფრანგეთს აქვს კოლონიები. კლავენ ხალხს. მოკლეს სიგიჟია. იქ არის ჩვეულებრივი განუკითხაობა. ამას ეს მაკრონი ვერ გაწმდება. მაკრონის დღესასწაულზე აი ამ ტაძარში, ხო? ტაძარის გახსნაზე რომის პაპი არ ჩავიდა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ კათოლიკური ტაძრის გახსნაზე არ ჩავიდა, სამაგიეროდ ჩავიდა კორსიკაში. კორსიკას და საფრანგეთს აქვს დაძაბული ურთიერთობა. ეხლა რა მოხდება ჩვენთან? ჩვენთან მოხდება ის, აი ორი თვეს რო იძახიან, ორი თვე გავაგზავნებთ. ვერ გააგზავნებენ ესენი ორ თვეს, იმიტომ რომ ომი რახან დასრულდება, მეორე ფრონტის გახსნის საჭიროება აღარ იქნება. ტრამპს აქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო გენდერული პოლიტიკა, რომ მხოლოდ ორი გენდერი არსებობს. შესაბამისად, ის გრანტები, რაც LGBT პროპაგანდაზე იხარჯება, მინიმუმ ეს გრანტები აღარ გადმოირიცხება და საერთოდ ქართულ NGO სექტორს მოღალატეებს შეუცირდებათ ამერიკული ფული. შესაბამისად, ევროპულიც. ევროპა მიხედავს თავის თავს უსაფრთხოებას, გაზდის ხარჯებს ჯარზე და შეიქმნება ახალი წესრიგი. აი ეს არის კიდე რაღაცები კიდე სხვანაირად წარიმართა. შეიძლება საფრანგეთმა და გერმანიამ. ნუ ეს თუმცა ლოგიკური გაგრძელება იქნება, რომ საფრანგეთი იცი რა არის ყოველთვის მე Brexit-ზე ვამბობდი, რომ ანუ ნახე რა იყო რადგანაც არ იყო კონტინენტური ევროპის ნაწილი, ჩვენ გვახსოვს თვითონ ევროკავშირის შექმნის ისტორია, რომ ბრიტანეთი პირიქით ამბობდა, რომ ხა მე ამ გაერთიანებ თვითონ შექმნილ გაერთიანებაზე თავის შექმნილზე, რომ მე ხა მან გავწევრენ. ან ყოველთვის განყენებულად ფიქრობ თავზე, თუმცა და უფრო მეტია და უფრო სხვა არის. ხო, მოკლედ და ეხა ბრიტანეთს შეიძლება Brexit-მა თუმცა დიდი თქვა ხო რაზიტი შეიძლება მოხდეს? Brexit-ი პირველ რიგში თუ რაღაცნაირად ისეთი კონფიგურაცია დაჯდა და AfD-ის შემთხვევაში მე მგონია რომ საერთოდ სხვა წესრიგი დაჯდება. მე მგონია რომ ევროპა მთლიანად ამოტრიალდება და მე მაინტერესებს ჩვენი კონსტიტუციის ჩანაწერის ბედი. ნატომ თუ თქვა რომ 20 წელიო ვაფშე გაფართოებული შემდეგ არჩევნებში როცა მოვა კონსტიტუციური უნესოებით ძალა რომელსაც რომელიც საგად უყურებს ამ ჩანაწერს ამოიღებს. ეხლა გავუშვათ სააკაშვილი. გავუშვით, აბა ერთ რას იგიჟებს ლაპარაკობ. ამ ყველაფერს დაემატება ისიც, რომ ინგუიზმი მიმოსვლა ჯერჯერობით გაუჩერეს ამ ხალხს. ვიდრე არის მაგრამ სინამდვილეში გარდა დიპლომატიური პასპორტის პრობლემებისგან აუცილებლად როგორც კი ჩვენ შევეცდებით საფრანგეთის მოძრაობას ქუჩაში უიზო მიმოსვლა გაუჩერდება საქართველოს. მარტივ მიზეზის გამო, იმიტომ რომ მაშინ იქნება რუსული დიქტატურა, ესე იგი რუსული ჭაშუშებით გაიოსება საქართველოს და რუსულ ჭაშუშებს არ მიცემს პრობლემას ევროპაში თავისუფლებას. ხო აი ნუ ეს დეგენერატია. ეს არ არის კარგი. ეხლა გავუშვებ 12-ს. რატო გამოვიდა? ხალხო, რატო არის რაზია გაბრაზებული და რატო არის გაფსიხებული ეს მძორი? გავუშვით თუ შეიძლება. კი, ძალიან დიდი უსამართლობა ხდება. სასამართლო პროცესი არის ამის ნათელი მაგალითი, ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტიკას ძალიან მიყვარს ეს ხალხი და ძალიან უდგევარ მაგ გვერდზე, მაგრამ მინდა თუ არ დაივიწყოთ ისიც, რომ ჩემი მიმართ საქმეა 100% არის შეცვლილი თითიდან გამოწვეული და ჩვეულებრივ რუსეთის ფსბ-ს დირექტებში არის ეკნი. და ძალიან ნუია უჩეჩე ფორმე პატაშოვის პროკეა აკაშენ მე როდესაც იქნება. მეც სოციალური ადამიანი ვარ და მეც შეიძლება სამართლობა და სიმართლის უყურება. და სამწელიწადზე მეტი ხანი არ მინახია. ცა ზე ყოველთვის მის სიგურისს.
გაგავაკეთე ისეთი აზე ხარ ასე შეიძლება კიდე უნდა თუ სამუდამო პატიმრო მომისაჯო ამის გაიზარდა რაც რომ მათუნდა კაი გავაჩერე მე გავაკეთე კომენტარს 3 წელი არ მინახავსო და გაჭედა იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ყველა დროის ყველა რეკორდი მოხსნა მნახველებში ჩვენ რო დავითვალეთ არა პირველ ჯერზე ჩვენ რო დავითვალეთ თუ არ ვწდები დღეში ნახულობდა 5 კაცს თუ რაღაც ასტრონომიულ რიცხვებამდე ავიდა წელიწადში 700 თუ 800 კაცი ნახა არა 1000 კაცი ნახა მე მგონი ნუ ვეიპების მოწევა შვილების გაკეთება და ვერაფერი ხო ვერ მოიფიქრა რა არ მინახავს ცას ხედავს მაგის ესე იგი პასუხისგებელი ვარ რასაც ვამბობ ცას ხედავს ჰაერით ჩაუსუნთქავს ანჯერა და ღრიალებს რაღაცებს კი აი რა არ გაუკეთებია 3 წელი მე გეტყვით რა თვითონ მე რა უნდა გისხათ კაცო თვითონ თავისმა მომხრებმა მიაფარჩაკეს და მიაგდეს მე გიგოციძე გახსოვთ ესეთი დინოზავრი ქალი რო მე გიგოციძე იყო თავგადაკლული მიშისტი ო სად არის მე გიგოციძე რატო არ ჩანს და სად არის არა ისე ჩანს რომ აქ არ ჩანდა მაგრამ უყურე შენ მოგულია გატეხილი მე გიხო ბოლოს სალომესთან გამოჩნდა მე უყურე როგორ არის კი და სექტას ვერ შექმნა ბიჭო აი რაღაცა ხო აი ადამიანს სექტის შექმნისთვის რაღაცა ჭირდება რა იმდენად დედა აფეთქებულია დედამის ეკუთვნის სიტყვა რომ ჯერ ითი მიდიოდა ხოლმე ბიჭო რომ ღორის სალაფავს აბა იმას რო შეხედავ ძაღლი არ შეჭავს და ღორი არ შეჭავს იმას. ხო და ქართული დაავიწყდა. მე ქართველი არა ვარო, უკრაინელი თარჯიმანი მომიყვანეთო. რაის თავარსად და თვითონ იძახდა რომ მე აქ გამიშვით ეხლაო, ჩემი დედავატირე საქართველოსკენ თუ გამოვიხედოთ. ხო გახსოვს? ამას უნდა მიუდოთ წინა ვიდეო სასამართლო პირველ დღეებში რომ ვაპარაკობს რომ დააგვიანა მოსამართლეობა მე აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ამდენი დრო კი არ მაქვს შეხვედრები ანუ იქ ფიქრობდა რომ რადგან მოსამართლეობამ დააგვიანა გაუშვებდნენ 2 საათში ამაზე გუნა რომ გამიშვებენ 5 საათში და არ მაწყობს ამას რო თქვა კონდეს არ გამოჩნდებოდა ხალხო მისი ყველა აი პირდაპირ ვამბობ შენ არ უნდა მოუძ მაგრამ მისი ყველა ასე თქვა გამოსვლა ჩვენს დისკურსზე ასხავს ხალხს მიშა არის attention ჰორი და ამ ხიზნაობაში მოაკლდა ეს ყურადღება მე სადავარ მე აქ არა ვარ კათვალიკე გამაშება მაგას რო ხა აქციაზე არ ახსენებენ და უნდა რომ ისევ გაიხსენონ და თქვა რომ მიშა უკანონოზე სწავლავენ მიშას გვდება მიშა ანორექსიას ებრძვის მიშა და რაც ქამდე იყო მაგრამ დასაწყისში მიშა ამბობს რატო აღარ ამბობ სამართლის მოპოვებამ ჭირდება ნანუკამ რო თქვა რომ თუ მიშა მოკვდაო ქვაქვაზე ნუ დარჩენილა და ეხა ხო უთხრა ნანუკა ხმას ნუ იღებო ეხა მაინც გაჩუმდი რატო ნიკა გვარამიამ რატო თქვა რომ როატირდა დამაზიანებელი არის მილიზიის ჩამოაგრესო ეს არ არის პარტიულად მართული პროტესტი კაი და მერე რა მიშას რამე მოუვიდა ქვაქვაზე ნუ დარჩენილაო პროტესტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიშა მაგიმით მაგ ნარატივში ჩაქიმეს აღარ კვდება გამოჯამთელდა ხო და ისეთი ძლიერია რომ დაძლია ხო მოშეახსენა რომ ეცაქვა რომ გვარამიამ რო კირილით გამოვიდა ლაკა ხოშტარია ვერ იცნო სახელები ავიწყდა და მე აი მაგის ადრებელი კაცი ზორის სუნი ავიდაო ეგ არა ეგ იმან თქვა ადვოკატმა რამიშვილი რო ყავდა ხო იმან თქვა რომ თითები არა ვიღაც სუნი აზდისო წნის სუნი აქო და თითებიდან იხსნებაო და რო იქცევა რო ვარდება აი ძალიან მაგრა ვარდებოდა კაძებია ლოგინიდან სადღაც ბილაც რო წინასწარ დასმოწრავდა რა თავს იქცევდა აი ეს მე-11 გავუშვით რა აუცილებელია პროცესი მაფიოზები და კრიმინალები არიან ძალიან შიში ახალ ცდილობენ დააბრუნოს საქართველოს 90 წელს ცდილობენ საქართველოს დააბრუნოს გამოვაცეთ და იქ რასვეჟის მაინც საქართველოს ჩაჩუშულების საქართველოს დააბრუნოს შევარდნების და მასკინალების საქართველოს მიღბიანების საქართველოს ცდილობენ დააბრუნოს იცით რატოზიო ციხეში სწორედ იმის გამო რომ იქიდან გამოგიყვანთ იცით რატო მათი განეს ციხეში იატაკზე კრიმინალების ღრიანცელის და ფურთხების ქვეშ იმიტომ რომ მაშინ გამოგაცრიეთ თქვენ დაუნახავო ხალხო ხო და გააჩერეთ ანუ მისი აზრით კრიმინალები და მაფიის ბოსები არიან შიშრები ეს ხო შიგნით იზრდებოდა დედამისი ცნობილი ბელა მაფია კაცო არ მაზავდა არავის
პრესტუპნიკს რა სჯიდა არა მარტო პრესტუპნიკს სჯიდა დედამის ცნობილია ეს მამამისიც და მესეთია რა ბიზამის იყო ვაფშე რა ხო და არიან შიშრებიო და ეხლა ჩაცუსკულები აი ეს ჩაცუსკულები რა საიდან მოდის აი ეს ჩაცუსკვა მე გამოვტოვე ეს რომ აი უბანი ცუცკი ბიზა ხო ჩაცუსკული ბიჭო აქ წინა სიმპტომატური რაღაც მიშან რომ მე სამართლის მოპოვებას მეც ვიმსახურებ ამ მომენტისთვის ყველაზე ახლოს სამართლიანობასთან რაც იქნება არის ის რომ მიშა ვიოვებს მაგრამ გადაათრიო და ვერ ეცეთ კაი რაღაცებს ვიიტყვეს იქიდან რაღაცა ჩაუთავ სკაიპი ჩართვის დროს როცა ხათა შორის ეკუთვნის ეს სასამართლოში ჩართვა იცი რა გაუკეთო უცნობის საკავშირო იყოს აი ეს ვიდეოები კამერები ოფიციალურად დაუყენო ტრანსლირება მოახდინო რა ძალიან რამეს გავიგებ რეალიტი შოუ ძალიან ბევრ რამეს გავიგებ და როცა მაგრამ თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება გამოუგთო არა, ეგ უნდა კონდეს ხილაკი და გააჩეროს. ანუ ის რომ ის საყვარელი საქმიანობით დაიწყოს დაკავებას მაშინ როშვებით. ონანის არა, იქ უნდა იყოს ტუალეტი მაგისთვის. ცალკე არა, ეგეც იხეში არ უნდა გადაიყოს, ცალკე ტუალეტია. აბა აღარ არის ეგეთი. აღარ არის ეგეთი. აღარ არის სახორ აუშენებ სპეციალურად. შენ აგონია რომ იმას ამას გო დილექსში მე ხო ისი ვარ დილექსში და ორი კვირა გავატარა დილექსში. მე ანუ ტუალეტის იქვე იყო ფილტრები, სიკვდილმისულთა კამერაში. უნიტაზიც უნდა იყოს. დაბოლილები მეორე თხაც რო იქ არის ხო და დიდი ბომბი ვიყავი, იმიტომ რომ მეხუთეს ვეტყვი ხალხს მეხუთეს რო დაანგრეს ის საშინელი ციხე კარცერში ჩავსვეს და მეხუთეს კარცერი იყო მეხუთეს გუბერსკის კარცერი იყო სიკვდილმისჯილების ყოფილი საგანი ხო და საკანი ბიჭო ტელევიზიით არ უნდა გადაიცემოდეს და ინტერნეტში თუ იქნება სტრიმი დაკავდეს მაგ საქმიანობით რა პრობლემა ინტერნეტის სტრიმს აქვს ის თავისებურება რომ შეგიძლია დააგვიანო 20 წამით შეგიძლია როცა დაკავდება მაშინ ცენზურა და რატო უნდა დაადო ვერ გავიგე ბიჭო გადაიფარებ და რა იცი იქნებ ესე აკეთებს ტელეფონს პორნო საიტზე ან იქნებ არა ესე აკეთებს ან იქნებ დამხედოს მე გამიგია რომ ეგეთი კადრი არსებობს აქტივისტი რო ჩალიჩობს რაღაცას არა ვიცი თვით ორალურ სექს არსებობს ეგეთი კადრი რა აქტივისტი ჩალიჩობს მაგას ეგეც მითხრეს მე კადრი არ მაქვს ნანახი ხო და გეუნები აგერ ხო და შეიძლება მაგითაც დაკავდეს ეს მეცხრე სინქრონით საინტერესო ჩანს აბა მეცხრე სინქრონი გაუშვათ მე არც ფული მქონდა არცა დანაშაული მქონდა ჩადენილი და ამიტომ თამამად მივიდოდი არჩევნებზე რომელ არჩევნებზე პაზრობს არც ფული მქონდა არც დანაშაული მქონდა ჩადენილი თამამად მივიდოდი არჩევნებზე რომელ არჩევნებზე აი რომ ჩამოვიდა არჩევნებზე მოდიოდა არჩევნებზე მოდიოდა 2000 ვადამდელზე ხო არ მოდიოდა აი მიშა საგაშულს რამდენი უტიფარი ანუ ყოვლად ამორალური უკადრებელი რაღაც უთქავს რა მაგრამ ორი რაღაც ახსოვს ყველაზე მაგრად ჯერ კიდე არა უკრაინაში იყო უკვე ანუ თავისი საპრეზიდენტო ვადა მოიხადა და იქიდან ეკითხებიან რომ გარდამავალი პერიოდია რა 14-ია თუ არ ვცდები და იცით რა ამ ელიტურ კორუფციაზე იყო საუბარიო და მიშამ არგუმენტად რა უთხრა იცი რომ რაღაც ტელევიზია არა ეგ სხვა იყო ელიტური კორუფცია კიო მაგრამ ამა ეს ხო ჩემ თვალწინ გაივლიდაო რო ყოფილი არა პირიქით მე ხო არ ვიცოდი როგორ იქნებოდა ელიტური კორუფცია მე ხო ვიყავიო ამის შემოვისო ანუ რა მე ვიყავი გარანტი რომ ელიტური კორუფცია არ იქნებოდა მე ხო დავინახავდი და მე დავის რომ მილიონერი არა ბიჭო მე მაგის დამშვები ვიყავიო და მეორე იყო რომ თქვა რიც ცხოვრობდა და ეხლა ამ ეტაპზეო დედაჩე მე ლექციებს ვქულობ და დედამიგზავნე რაღაც იქნებოდა დედაჩებს ლექციები აქვს არა partial ocean view დედის ფულით იყიდა ხო ბიჭო რა დედას ეგ ბიძავა დედას სიუჟეტი ყვა გაკეთებული ხახო ისი რამდენი მილიონია ფაზენდები მიწები აქ იმდენი მართლა იმას არ აქვს დედას აქ ესკობარს რო ფული და დავასრულოთ ეთობუზიაშვილით რა მოხდა გითხარ ეს კადრი გავა ეთობუზიაშვილი არის Atlantic Council-ის ზუსტად არ ვიცი მაგის ვინაა მაგრამ მოკლედ ჩვენთან არის ცენზორი სოციქსელების რა ანუ ეხლა ეს რა არის რა ხო და გეტყვი ჯერ ეთობუზიაშვილი იმას იმას აუხსნეთ საქართველოში ვიღაცას რომ Facebook-ზე გვერდი ებლოკება პოსტი ეშლება რაღაცა კონკრეტული პირადი აკაუნტები თუ პეიჯები რო იშლება ეს ადამიანი დგას მაგის უკან იმიტომ რომ ეს არის ცენზორი რომელიც არანაცურ და არალიბერალურ აზრს ავტომატურად აუქმებინებს მეტას
Twitter-ზე ან X-ზე ამ ქალბატონმა ეცადა რომ ლიტვაში მიგისო ხო პროტესტები? კი, სერბეთში ხო. სერბეთში მიმდინარე პროტესტები დაეკავშირებინა საქართველოს. როგორ? რომ სერბეთშიო არ შეიძლება სერბეთში მიმდისო პროტესტებიო და ეს არისო კრემლის დიქტატურისგან თავის დახსნისთვის სერბების ხალხის მიერ, მსვლელობა ხო, და ზუსტად იგივე არის საქართველოსშიო. იმიტომ რომ სერბებს ძალიან ჭირდებათ ამერიკული მქარდაჭერა. მის ამ პოსტს დააწერა რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია და სერბეთში პროტესტებს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის დიქტატურის საქართველოსთან და პირდა საქართველოსთან. სერბებს ნაყარება ამერიკელი ძალიან და უნდაც ცნობილია ნატო სერბეთში ისეთი სერბეთს ნაყარება ნატო ძალიან ნატო გადმოყარა ბამბანერკები სერბეთში. კი, აი და ვინ დაიწყო პირველი გადასინჯვა ევროპაში საზღვრების? ვისია კოსოვო? კუბაზმა. კუბაზე არ ჩანს ხალხო და ნერვიულობ. კარგად ზანდებოდა. კუბას შვილი ხო ჩანს? კარგად ზანდებოდა კი არა. ორ შაბათ შეხვდებით ერთმანეთს, ორ შაბათი არა, ეს 4 შაბათი. როგორ მინდა რომ დრო დაჩქარდეს. ხვალ და მე უკვე ახალი წელიც მოდის. 29-ში უნდა 29 არის როდის? 29-ში არის კანფეტი. ხო და 29 არის როდის? ორ შაბათს. კვირა არის 29. 28 არის. მითხარით ვინო? რა ვიცი. არა 29 არის კვირა. 29 არის კვირა, 30 არის ამ შაბათი, ეგ ვიცი. ჩვენ ეთერში ბოლოს როდის? ორ შაბათს ხო არ მოვიდა და ხო არ დავждე. კი. შო. კარგად ზანდებოდა. ნახვამდის. ნახვამდის.